მთის ამბების გადამღებ ჯგუფს ჭიათურობის მეორე დღეს ქალაქი საზეიმოდ მორთული დახვდა. ერთის ნაცვლად თითქოს ორი ქალაქი პარალელური რეალობებით. ყვირილის ერთ სანაპიროზე მაღაროელის ძეგლით მოედანზე და მეორე სანაპიროზე ცოცხალი მაღაროელებით საპროტესტო კარავში. ერთი შენობის ფასადზე აღორძინების ბანერებით, მეორე ფასადზე ამ აღორძინების მსხვერპლების, უკანონოდ დაპატიმრებული ჭიათურელების ფოტოებით. გასულ კვირას ჭიათურობის დღესასწაული აღნიშნეს ქალაქში, სადაც გასულ თვეებში უმუშევრად დატოვეს 2000 მაღაროელი, რაც 2000 ოჯახის ულუკმაპუროდ დარჩენას უდრის. სრულად დამოკიდებული იყო ჭიათურა მაღაროელების ხელფასებზე. 12000-იან ქალაქში, რომლის ძირითადი შემოსავალი მანგანუმის მომპოვებელი საწარმოებია, გასულ წელს სამთო მოპოვებითი სამუშაოები გააჩერეს. მაღაროელებს გაუმართ! მაღაროელებს გაუმართ! მაღაროელებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ ხან სამუშაო პირობებს და ხელფასის მატებას, ხან კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, თებერვალში ახალი, მასშტაბური აქციები წამოიწყეს. ორ თვეში ჯორჯიან მანგანეზის მმართველი კომპანია ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის იგივე CMC-ს განცხადებიდან ირკვევა, რომ წარმოების განახლების პროცესს რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკი უხელმძღვანელებს. Вы говорите сейчас абсолютную глупость. Я извиняюсь за это выражение. Какие люди? Пока я разговариваю только с вами. Пожалуйста, говорите о себе в единственном числе. Вы человек, вы не люди. Вы человек. Если вам не нравится уровень разговора, пожалуйста, я отвечу. მარტში მაღაროელებს ამ შინაარსის SMS-ს უგზავნიან. გათავისუფლებული ხართ დაკავებული პოზიციიდან. მადლობა თანამშრომლობისთვის. რუსმა მმართველმა საწარმოს რეორგანიზაცია კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით გამოაცხადა და 3620 მაღაროელი უმუშევარი დატოვა. ეს მოიყვანეს იმისთვის, რომ ყველაზე ბინძური საქმე რუსის ხელით შეესრულებინა. ეს იყო პირველ რიგში შანტაჟი, თუ არ გინდა სამსახურში დაბრუნება, კარგავ ყველაფერს და დაახმარა სახელმწიფომ და პროფკავშირმა თავისი ძალაუფლება. სახელმწიფოს რომ გულისხმობ, ვამბობ იმას, რომ სოფლის გამგებლები და გარკვეული მუნიციპალიტეტის სპეციალისტები ურეკავდნენ თავის ახლობლებს და თავის ნაცნობებს, ვინც მაღაროში მუშაობდნენ მანამდე და ეუბნებოდნენ ადის სანატორიუმში, სადაც არის კომპანიის სათაო ოფისი ჭიათურაში, ადის სანატორიუმში და მოაწერე რეორგანიზაციას ხელი. მე გაძლევ გარანტიას, რომ მუშაობას დაიწყებ შენ და ასე გათითო კაცებით, ასეთი მოტყუებით 1050 ადამიანი რეორგანიზაციაზე ხელმომწერი დაუსაქმებელი ყავს ჯერ კიდევ. რეორგანიზაციაზე თანხმობის გაფორმება მადნის მომპოვებელ საწარმოს ორი მიზნისთვის სჭირდებოდა. თავისი უკანონო ქმედების გამოსასწორებლად ერთი მხრივ და მეორე მხრივ პროტესტის გასანეიტრალებლად. ამბოხებულების მოთვინიერება სოცკის გამოჩენამდე დაიწყო. წლების განმავლობაში არაერთხელ ნაცადი პროვოკაციებიდან უკანასკნელი 28 აპრილს ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულდა. ადგილობრივებს შუქრუთის მაღაროს დირექტორთან, თენგიზ კობერიძესთან სოფელში ჩხუბი მოუვიდათ. იმავე დღეს რუსული პროპაგანდის ლოკომოტივმა ტელეკომპანია იმედმა ჭიათურის პროტესტის ყველაზე აქტიური მაღაროელები თავდამსხმელებად გამოაცხადა. მათ შორის ტარიელ მიქაცაძე და მირზა ლოლაძეც. და ეს რადგან ასეთი აცდენა იყო, ძალიან იუმორულად და ირონიულად შევხედეთ ამ საქმეს და უთხარით, რომ მე ვარ ტარიელი და აგერ მირზა, იმედის ტელევიზიის კორესპონდენტი თუ ჟურნალისტი, როგორ შეიძლება ვთქვათ, ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც თქვენ გამოაცხადეთ უკვე, რომ დამნაშავეები ვართ და ორ ადგილზე ერთდროულად ვერ ვიქნებით, ხო? თან ჭიათურასა და თბილისის შორის სადღაც 200 კილომეტრია მინიმუმ. და შემდეგ უკვე შეცვალეს, ეს სიუჟეტი აიღეს და მიაწერეს სახელები ტარიელის და მირზას ნაცვლად თენგიზ გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე. თენგიზ გველესიანი, აჩიკო ჭუმბურიძე, მერაბ სარალიძე და გიორგი ნეფარიძე 29 აპრილს გამთენიისას დააკავეს. ისინი 6 თვეა ციხეში სხედან. გიორგის დაპატიმრების შემდეგ
71 წლის არის ჩემი მეუღლე, 70 წელს ემოთ გადაცილებული. ამის პენსიაზე ვართ. აქანა ჩამოსვლა არ შეიძლება, ხელი უნდა მოვიდე. ძირითადად მეტი შემოსავალი მე მესამე ჯგუფის ინვალიდი ვარ. მაქვს 70 ლარი პენსია. წყლის მოტანაც არ შემიძლია რომ მოვიტანო, სიმძიმეები, ტვირთი, ეხლა ჩემმა მეუღლემ თვალის ოპერაცია გაიკეთა, სიმძიმეები ყველაფერი აუკრძალეს. ვართ ასე. გიორგი იყო, მოგვიტანდა, მოგვამარაგებდა თუ რამე გვინდოდა და წავიდოდა. ფიზიკურადაც აღარ შეგვიძლია არცეთ, ჩემ მეუღლესაც იმდენად აღარ შეუძლია. 48 წელი მაღაროში იმუშავა, მაგრამ ერთნაირი პენსია აქვს ამასაც და ყველას. რისთვის იბრძოდა მაღაროელის ოჯახში გაზრდილი გიორგი ნეფარიძე შუქრუთიდან, მის კარმიდამოზე თვალის შევლებითაც გასაგები ხდება. აი ის ფიცარი ხომ ჩანს იქ რომ არის მიყუდებული. ის ფიცარი რომ არ იყოს, ის კედელი წამოსული იქნება უკვე და ნახევარი მხარე დანგრეული იქნება ამ მარნის, ეს მარანი არის. ეს მეზობლის არის ის ბალი, ჩამოვიდა აქ, აი ზემოდან ჩამოვიდა ის აქ. იქ რომ საქათმე დგას, აქანა მედგა, აი ნახეთ როგორ არის ამის საძირკველი, აი აქ. გიორგი ნეფარიძის თაოსნობით და მონაწილეობით შუქრუთის მოსახლეობა ჯიუტად ხმამაღლა ითხოვდა პასუხს მათი სოფლის ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებით განადგურებული ქონების გამო და ითხოვდა ღირსეულ კომპენსაციას. დამსაქმებლების პასუხი ირონიული იყო. თითქოს სოფლის მკვიდრები თავის ქოხმახებს წყნეთისა და ბარნოვის სახლების ფასს ადებდნენ. არც წყნეთი მინდა, არც ბარნოვი მინდა, ნორმალური ცხოვრება უშიშრად, რომ ვიცხოვრო. 2 დღის წუთი სოფელი მაგ არ მეშინოდეს მისი, რომ ღამე არ გამიცენდება და ვერ გამოვალ ცოცხალი, ვერ გამოვასწრო სახლიდან. აი ამის შიში არ კონდეს. ერთი თეთრი არ აქვს ამას აღებული. ყოველ წუთში მირეკავს ჩემი სახლი დგას ფეხზე, მირეკავს ძალიან ხშირად. მაგრამ ეს თუ ფეხზე დგომა ქვია ამას. გიორგი ნეფარიძე იცავდა არა მარტო თავისი ოჯახის უფლებას, ესარჩლებოდა სხვებსაც, ვისაც ასაკის ან სხვა უმწეობის გამო არც პირის ამოკერვა შეეძლო და არც კარავში ღამის თენება. ეს ახალი სახლი აგიშენებიათ? მაყვალამ და დემურმა 2-3 თვეა ეს პატარა კოტეჯი ჩადგეს. აი წყნეთის სახლის საფასური რომ გადაუხადეს იმ თანხით. ავაშენეთ რა აშენებული არ არის. შიგნით იფტი გვაქვს გამოკლული და გარედან შეშტია რკინის კონსტრუქცია შევკარით და მიწას ვინ მოგწევს ვინ ამდენ მიწას ვინ მოგწევს ჩვენ 6000 7000 გვაქვს მიწის ნაკვეთი ხო და ამ ხელა მიწებში ამ ნარგავებში ამ ხელა სახლში გადაგვიხადეს 45000 კაპიკები ამით სად უნდა წავსულიყავით მაგალითად რამდენს ეყოფოდა ის იმით ეს გავაკეთე ანუ რაც კომპენსაციად მოგცეს, იმით სახს ვერ ააშენეთ. რა 45000 ლარი. სახს კი რა სამოსახლოს შორეთი დინი. აი ბოსერს ხო შეხედეთ ზაბერა. გავყიდი ახლა მე 4 სული საქონელი მყავდა და გავყიდე. მე ბოსრის აშენება აღარ შემეძლო. რა ვიცი, დაგვითანხმეს ასე მოტყუებით. და დაშანტაჟებით და რა ვიცი. როგორც უნდა ჩვენ ამ სახლში გადაგვიხადეს 17 ლარი. მაგ მსხლის ძირში. ახლა ემეზოში უკვე ვეღარ შეხვალ ეკანა. ემეზოში ვეღარ შეხვალ. მე რაღაც კაპიკები მიწეს 25000 საცოდავს და გადაწევი და რაღაცა ვიღაცა მიცა და პატარა ქოხი ეშენა და ცხოვრობს იქ. ეს თქვენი მეზობლის ბიჭი რომ არის დაკავებული? ისთვის დააკავეს უსამართლო ქვეყანა რო გვაქვს, მისთვის დააკავეს იბრძოდა სამართლიანობისთვის, იბრძოდა სოფლისთვის, იბრძოდა თავის ქალაქისთვის და მე მგონი ყველას დაგვიჭერენ თუ ხმას გევიღებთ. ამაზრის გაჩენა და შიშის ჩანერგვა იყო ჭიათურის აქტივისტების დაპატიმრების მიზანიც. სოფლის პროტესტი შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების მუშაობას შეუძლებელს ხდიდა. მისი სულის ჩამდგმელის დაკავების შემდეგ კი პროტესტის განაიტრალებაში მთელი რეპრესიული მანქანა ჩაერთო. ძალოვნების, ჩინოსნების, სამღვდელოების მონაწილეობით ტყვეებით ვაჭრობა დაიწყო. ამ 4 ბიჭის სანაცვლოდ ამდენი ხნის ნაწვალები ამ ბიჭებს, ნაშიმშილარი ბიჭები თვითონაც, მაღაროს ბიჭებიც, ეს ჩვენი სოფლის ხალხიც ამის ხარჯზე თანხმდებოდნენ. ოღონდ გამოუშვან და პატიმრობაში ნუ იქნება და ამდენ მამას ნუ დაუჩაგრავთ გულს და ეს ბიჭიც გარეთ იყოს და სამართალმა იქნება ისე დათანხმდნენ, რომ შესულიყვნენ და გადამაგრება გაეკეთებიათ. ეხლა თქვენს რომ სამუშაოდ შეგვიშვით და განთავისუფლდებიან ბიჭები.
ამაზედაც დათანხმდნენ ისევე, რომ ოღონდ ეს ბიჭები გამოეშვათ. მერე უთხრეს მარგანეცი გვაზიდიეთ, გაგვატანინეთ მანქანებით, აგროვეს ეს მარგანეცი რამოდენიმე დღის განმავლობაში, მოგვეცით ახლა საშუალება და ეს სამივე პირობა მაგათმა დაარღვიეს, გამოშვებით არავინ გამოუშვეს და ბრალი პირიქით დაუმძიმეს უფრო. თვითონ მეუფე შევიდა ბიჭებთან, შეწყვიტეთ სიმშილობა და გამოგიშვებენ, რომ ასევე ახაც თვითონ კარაშიდაც შეაწყვეტინა ბიჭებს სიმშილობა და მაგრამ ყველამ გადააგდო. დეპუტატმაც, მერმაც, მეუფემაც და საერთოდ ყველამ. მოდის ესეთი შემოთავაზება, თუ იქნებით ჭკვიანად, თუ შეწყვეტთ სიმშილობას, მაგ ბიჭებს გამოუშვებენ აუცილებლად, ოღონდ თქვენ უნდა დაშალოთ კარვები ბიჭების გამოშვების შემთხვევაში. აი ზუსტად ამ ადგილას მოვარდა გაბრაზებული პოლიციის უფროსი როინი დვალი და მეუბნება პირადად მე, რადგან იცის რომ მე ვარ ამის თქმელი და ამის დამორგანიზებელი, რომ აი ეხლა გიცანი, შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც გინდა რომ ეგოთხი პატიმარი ციხეში დარჩეს. მე ხო შემოგთავაზე, მე ხო შეკპირდი რომ თუ ჭკვიანად მოიქცეოდი ბიჭები გამოვიდოდნენ. აი ეხლა შენ აკეთებ იმას რომ ბიჭები ციხეში რჩებიან, შენს გამო. ადამიანების გადაკიდებისა და გახლეჩის გზით ჭიათურის პროტესტი დასუსტდა, მაგრამ მისი სრულად აღმოფხვრა ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. რაც მოახერხა წარმატებით, ეს მოქალაქეების ყოფის კიდევ უფრო მეტად დამძიმებაა. მასობრივი მიგრაცია, საგრძნობი გაღარიბება. იზარდი კაციტაძე 38 წლის ახალგაზრდა, რომელმაც თქვა რომ მე არ მოვაწერ ამ უკანონო რეორგანიზაციას ხელს და თბილისში წავიდა სამუშაოდ მშენებლობაზე, მოხდა ისე რომ მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა 37 წლის, არ დარჩენილა არც ცოლი, არც შვილი მის ფეხს. აი ესეთი დასაოჯახებელი საჯიში ქართველი გამოაგდა ჭიათურას და საქართველოს. და ეს პირდაპირ არის ბრალეულობა კომპანიის ასეთი უკანონობისა, რის გამოც იძულებული გახდა ადამიანი ჭიათურელი წასულიყო დაეტოვებია ჭიათურა. შესაბამისად, სხვაც მრავალი ფაქტია ჯვარისწერია, რომ ესეთი ფატალური შემთხვევით არ დასრულებულა, თუმცა დაზიანებები ძალიან ბევრმა მიიღო, ძალიან ბევრი გახდა იძულებული, რომ ემიგრაციაში წასულიყო, ძალიან ბევრი გახდა იძულებული, რომ ქალაქი დაეტოვებია და წასულიყო. აი ახლა თქვენ ნახავთ აქ მიჯრით 3 მაღაზია დაკეტილია, რომ ვეღარ მუშაობს. დამტროულია და დაცული. აქეთა მაღაზიაც იყიდება. ჭიათურის მთავარ ქუჩაზე კედლები გაქირავება გაყიდვის განცხადებებითაა აჭრელებული. გამარჯობა. ეს გვერდზე მაღაზიები წინაზე რო ვიყავი ჩამოსული ღია იყო. რატომ დაიხურა? ეს მაღაროელები უმუშევრად დარჩნენ იმის შემდეგ ალბათ, ხო? ხო, შეგიმწვიდა? როგორ შეხეროთ კიბეზე დადგები ისევა, ან დავკეთოთ, ან მიმუშაოთ, არ ვიცი. ცვლილება მაინც იმის შემდეგ არის, რაც მაღაროელები უმუშევრად დარჩნენ? კი. საგრძნობლად? ნამდვილად დაეწყო ქალაქს ეტაპავი. ყოველ შემთხვევაში ნახდათ ვიცი რომ 2000 ადამიანი დარჩა უმუშევარი. ეს ხალხი გავიდა ქალაქიდან. ზოგი იხედებს სამუშაოებს, ზოგი იხედებს. კატასტროფული მდგომარეობა, არის ეკონომიკური. მე თუ დამიჯერე. პირადად მეც მიჭირს ზარია. უაღრესად 1700 ლარს ვიხდი, არაფერი არ შემიძენია ბანკში ისე. აი ამ უმუშევარი იყო ჩემი შვილი, მიშვილებს ხო ჭირდებოდა წამასმა და პატრონობა იქ. ზოგი თურქეთისკენ წევიდა მოჯამაგირეთ, ზოგი პოლონეთისკენ წევიდა მოჯამაგირეთ და საბა მოჯამაგირეები არიან აბა იქ იმაში ოფიციალურ სამსახურებში კი არავინ არ მოწყობთ. ჭიათურლობაზია ხალხა დღეს გუშინ იყო ჭიათურლობა. ყველაფერს ვაკვირდე, ძალიან მინდა რომ კაირამენდე ვინახო და გემეხარდეს. ნახევარი არ იყო იმის. ეს მაცხოვრები მთლიანად იცლებოდა ხოლმე. შულებს ვიცავარ დღეს ერთი ბოთლი თუ შევემატებინოს რამე. არა, არაფერი არ გაიგე. აქ ერთი ორ მამცაკიდან, 1 2 3 რამოდენიმე ცალი არ წევიდან ახლა. ეს ინც გაქცეული ხალხი არის. ეს ახლები ბატონო ჩემო, ვერა, კიდე მაგ.
რეულში წარქება გიკითხეთ. ვერცეთი მუშა სიგარეტის ფულს თვის ბოლომდე ვერ მაძლევს. მეორე მხარეზე მაქვს. ისო, ვერცეთი მუშა. მუშა ხალხს ზუსტად. აი ამ კაბალურ პირობებზე წევიდა, ამათ უჭირდა, გაჭირვებან შეიყვანა ისინი მაღაროში. რაღაც გელსაგდებს შიმშილი სოფელში. და გარეთკენ ტყიდა, ისი არის. შიოდათ ამათ შვილებს, ორშვილს. თქვენი შვილი წასულა. რა თქმა უნდა იმას ვინ მიიღებს? იმას შავი გლის ბილეთი ახლა მოწერს. რატომ? რადგან გაასაჩივრა? რადგან გაასაჩივრა, რადგან შეეწინააღმდეგა, რადგან პროტესტი გამოხატა, რადგან შიმშილობდა პარლამენტის წინ. ცოტა რამე ამის ანახავს უჭირს დღეს. ძალიან. მგლის ბილეთიანებს იმათ, ვინც უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და ვერ დააშინეს, დღეს კი არა, ერთხელ მაინც იდგა პროტესტზე და ამის გამო ხელშეკრულებებს აღარ უფორმებენ. არ უხდიან ძველ სახელფასო დავალიანებებსაც კი. გვეუბნება, რომ ეხლა თქვენ რა გინდათ? მე თქვენ კუთვნილი მარტის და აპრილისთვის ხელფასი ჩაგირიცხოთ და თქვენ ამ ფულით წახვიდეთ და სარჩელი შეიტანოთ ჩემს წინააღმდეგ უკანონო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ის არ უთქვია სოцკის რომ არ გეკუთვნითო, გეკუთვნითო, მაგრამ არ გვაძლევს. ბინისკირას ვერ გადაიხდი დაქირავებში ვარ. გამოგაგდები, ერთხელ გავამაგდეს, ორჯერ გავამაგდეს. ეს ასეთი ადამიანი შემეიყვანეს აღარ. ჯორჯიან მანგანეს, რომელსაც კანონით სახელმწიფო მმართველი უნდა ხელმძღვანელობდეს და არა რუსეთის მეფის ნაცვალი, როგორც ჭიათურელები მიხაილ სოцკის უწოდებენ, ქალაქიდან მანგანუმით დატვირთული ეშელონები ერთი მეორის მიყოლებით გააქვს. იცლება საწყობები თვეების დაგროვილი მარაგებისგან და იცლება ქალაქი თავისი მკვიდრებისგან. და ეს უნდა ზუსტად მიხაილ სოцკის. ეს უნდა ზუსტად ამ კომპანიას, რადგან თვითონ ჭიათურაც გარკვეულწილად მარგანეცზე დგას. ეს კორპუსებიც მარგანეცზე დგას. ალბათ თქვენ ნახავდით კადრებს ჩვენს თავზე 25-ის დასახლებაა. კორპუსების ბალავერთან, საძირკველთან როგორ მიდის ექსკავატორი და როგორ იღებს საუკეთესო ხარისხის მარგანეცს. თუ არ ეყოლებათ შემწინააღმდეგებელი, თუ აღარ იცხოვრებს კორპუსში ადამიანი, თუ აღარ იცხოვრებს სოფელში ადამიანი, სადაც მანგანუმი მოიპოვება, ძალიან მარტივად იქნება იმ უძრავი ქონების დათმობა და ხელში ჩაგდება შესაძლებელი, ვიდრე ჭიათურაში ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს და თავის ქონებას ფასი ჰქონდეს. ჭიათურა გამონაკლისი არ არის, სადაც არათუ ქონებას, ადამიანების სიცოცხლეს და თავისუფლებას ფასი დაკარგული აქვს. ერთეულების ინტერესების გამო, რომელთაგან ადამიანი მღვდელს ბიზნესმენისგან, ქართველს რუსისგან, მოსამართლეს ცილის მწამებლისგან ვეღარ გაარჩევ. ამ პატარა ქალაქის მაგალითზე ვუყურებთ, როგორ იქცნენ მისი მკვიდრები მადნეულის მძევლებად. ზოგი ჯიბეში მისივე გათავისუფლებაზე თანხმობის ხელმოწერით და მაინც უმუშევარი. ზოგი დასაქმებული უფლებების გარეშე, ზოგი დღე და ღამე კარავში, თავის პატარა ბრძოლაში. 2000 უმუშევარი და უპერსპექტივო მაღაროელი. და 4 პატიმარი, რომლებსაც ძალადობის ორგანიზებისთვის 9 წლამდე ციხე ემუქრებათ. დავდივარ მარტო სასამართლოზე და შევჩერები ვარ ღმერთის იმედად ვარ, რომ ღმერთმა იქნებ გადმოხედოს ჩემ ალალ მართალ ოჯახს და დაიცვას ჩემი უსამართლოდ დაპატიმრებული შვილი. 9 წელი რომ მიუსაჯოთ, მე იმას ვეღარ დავხვდები აქ და ჩემი ცოდვა ზიდოს იმან, ვინც ტყუილა მოკიდა ჩემ შვილს ხელი და ვინც იმას ყველა მაგხელა საშჯელს მიუხვჭის. ღმერთს ვთხოვ, რომ ჩემი ცოდვა კონდეს იმას.